მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი, კარდიოლოგი ნინო მელიქიძე და ვისაუბრებთ გულის ისემიურ დაავადებაზე. მოგესალმებით ნინო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნინო, უფრო გასაგებად რომ აგვეხსნათ რა არის გულის ისემიური დაავადება, რათა ცოტა ტერმინოლოგიური განმარტებით ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რას გულისხმობს. გულის ისემიური დაავადება მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება გულის მკვებავის სისხლძარღვების, ანუ კორონარული სისხლძარღვების გამტარობის შეფერხება, დარღვევა და ეს იწვევს გულის კუნთის, ანუ მიოკარდიუმის დაზიანებას. რა არის ისემია? ისემია ეს არის დისბალანსი ქსოვილის ან ორგანოს სისხლმომარაგების საჭიროებასა და მიწოდებას შორის. გულის ისემიური დაავადების დროს ვითარდება კორონარულ სისხლძარღვებში არტერიების სანატურის შევიწროება და სისხლმომარაგების შეფერხება, რაც იწვევს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გულის კუნთის დაზიანებას. თვითონ როგორ ვითარდება ეს, რატო ხდება შევიწროება? შევიწროება ვითარდება, როდესაც სისხლძარღვის კედელში, ანუ ენდოთელში გროვდება ცხიმის ან ქოლესტერინის ფოლაქები, ამ დროს წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქი და სწორედ ეს იწვევს მის დახშობას. ეს არის ესე ვთქვათ მექანიზმი, რა დროსაც ვითარდება გულის კორონარული არტერიების დაავადება, ანუ იგივე გულის ისემიური დაავადება. ნინო, ძირითადად რა სიმპტომური გამოვლენებები ახასიათებს და როდის ვამბობთ, რომ ეს არის უკვე კრიზისული პერიოდი, როდესაც პირდაპირ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს შესაბამისი კვლევები. ზოგადად პირველ რიგში ხშირად გვანიშნებს ორგანიზმი, რომ აი გულის სისხლძარღვებში არის პრობლემა. ეს ვლინდება მაგალითად ფიზიკური დატვირთვის დროს სიმძიმე, მოჭერა, ჩხვლეტა, დისკომფორტი, წვა, რომელიც არის ან მკერდის ძვლის გასწვრინ, ან გულმკერდის მარცხენა ნაწილში, რომელიც ირადირებს მარცხენა ხელში, მარცხნივ კისერში, შეიძლება ყბის არეში ან ბეჭის არეში. ეს არის ძირითადი, ესე ვთქვათ, ის სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ხანდახან შეიძლება მიმდინარეობდეს სიმპტომოდაც და უცებ უეცარი გართულებით გამოვლინდეს, რომელიც არის უეცრად დაწყებული ტკივილი გულმკერდში, წვა, მოჭერა. ამ დროს აუცილებელია მიმართოთ კარდიოლოგს. ხშირად ხანდახან ეს მინიშნება ორგანიზმი, როდესაც გვანიშნებს, ეს შეიძლება გამოვლინდეს არა ტიპიური ჩივილებით, როგორიც არის ჰაერის უკმარისობა, ადვილად დაღლა, სუნთქვის გაძნელება, ცივი ოფლი, ძლიერი საერთო სისუსტე ფიზიკური დატვირთვის დროს. როდის ვითარდება ეს? როდესაც პაციენტს აქვს მაგალითად დიაბეტი, ან კიდევ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ქალებში განსაკუთრებით, რადგან გრძნობელობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და პოსტმენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფ ქალბატონებში ხშირად არის მგრძნობელობა დაქვეითებული და ვლინდება სრულიად სხვა სიმპტომებით. ამიტომ ყოველი ეს სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დააფიქსიროს, იცოდეს რა არის, ესე ვთქვათ, სიმპტომი გულის ისემიური დაავადების და ასეთი სიმპტომების გამოვლენის დროს აღარ მივიყვანოთ საქმე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტთან და მალევე მიმართოს ექიმს. თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები თითქოს გარკვეულწილად ნევროზულ სიმპტომებსაც გავს და შეიძლება პაციენტს ალბათ აერიოს ხო ერთმანეთში, ამიტომ ალბათ ჯობია რომ მაინც გულის მიმართულებით კარდიოლოგთან გაიაროს კონსულტაციები. ხშირად არის მაგალითად, როდესაც პაციენტები აღნიშნავენ ტკივილს გულმკერდის მარცხენა ნახევარში, თუ ეს ტკივილი დაკავშირებულია მოძრაობასთან, ხელის აწევა ჩამოწევასთან, ღრმა ჩასუნთქვასთან, ან ხელის დაჭერით ტკივილთან, ეს უპირატესად შეიძლება იყოს ნერვკუნთოვანი დაზიანებით გამოწვეული, მაგრამ დიფერენცირებას უნდა ახდენდეს აუცილებლად ექიმი და ექიმმა უნდა მოახდინოს დიაგნოსტირება ამ დაავადების. რა გითხრათ, ძირითადად რა რისკ ფაქტორები არსებობს გულის ისემიური დაავადების ირგვლივ? გულის ისემიური დაავადების რისკ ფაქტორები შეიძლება ესე გავყოთ. მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად რისკ ფაქტორებად. მოდიფიცირებადი არის რისკ ფაქტორები, რომელთა კორეგირება, შეცვლა ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ არის რისკ ფაქტორები არამოდიფიცირებადი. მაგალითად ეს არის ასაკი, გენეტიკა და სქესი. მამაკაცებში უპირატესად უფრო ხშირად ვლინდება ხოლმე გულის ისემიური დაავადება 5-ჯერ მეტია მამაკაცებში ვიდრე ქალბატონებში.
ფაქტორებში. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება რისკი გულისისშემიური დაავადებების, იმიტომ რომ სისხლძარღვი კარგავს ელასტიურობას და მისი დაზიანების რისკი უფრო მეტად მაღალია. და გენეტიკური ფაქტორები. გენეტიკურ ფაქტორებში მიეკუთვნება პირველი რიგის ახლობლები, როგორც არის დედა, მამა და ძმა, მათ თუ აქვთ გულისისშემიური დაავადება უკვე დიაგნოსტირებული, ან კიდევ ანამნეზში აქვს პაციენტს უეცრად გარდაცვლილი ახლობელი ახალგაზრდა ასაკში. როგორიც არის ახალგაზრდა ასაკი რა ითვლება? მამაკაცებში 55 წელს ქვემოთ და ქალბატონებში 65 წელს ქვემოთ. აი რომ იტყვიან უეცრად გარდაიცვალა, ხო? აი ეს არის შეიძლება არ ვიცი, შეიძლება იყოს ეს გულით გამოწვეული ან სხვა სიმპტომით, მაგრამ ეს უკვე რისკ ფაქტორია. მოდიფიცირებად რისკ ფაქტორები, როგორც ვთქვით, არის რისკ ფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია. ანუ შაქრიანი პაციენტი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია, პაციენტი, რომელსაც აქვს ჭარბი წონა და ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, ასევე ჰიპოდინამიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და მწეველობა. ანუ ეს 5 ძირითადი რისკ ფაქტორია, რომელთა შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია დავარეგულიროთ არტერიული წნევის ციფრები, დავარეგულიროთ გლუკოზის ციფრები და აი ამ რისკ ფაქტორების შემცირებით მოვახდინოთ პრევენცია გულის იშემიური დაავადებების. ხო, რო გითხრათ, აი რომელ დაავადებებთან ასოცირდება გულის იშემიური დაავადება? გულის იშემიური დაავადება ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, როგორც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი, როგორც ვიცით, აზიანებს სისხლძარღვებს, წვრილ სისხლძარღვებს, მათ შორის გულის მკვლება, ანუ კორონარულ სისხლძარღვებსაც. ასევე ხშირად ასოცირებულია თირკმლის ქრონიკულ დაავადებებთან, ჰიპოთირეოზთან, ანუ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან, ანუ ჰორმონალურ ცვლილებებთან. ანუ ეს დაავადებებია, რომლის დროსაც შეიძლება ასევე გქონდეს გულის იშემიური დაავადება და უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ სიმპტომებთან და უნდა მოხდეს აუცილებლად დიაგნოსტირება. დღესდღეობით როგორ ხდება იშემიური დაავადების დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა? დღესდღეობით დიაგნოსტიკის საკმაოდ ბევრი გზა არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზი, ანუ პაციენტი რას გვიყვება, როგორი ჩივილები აქვს, ასევე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ინსტრუმენტულ კვლევებში გვაქვს როგორც ინვაზიური, ასევე არაინვაზიური კვლევები. ლაბორატორიული კვლევებიდან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კარდიოლოგებისთვის ლიპიდური პანელი, ანუ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში. პირველ რიგში, როდესაც პაციენტი მოდის, გვიყვება ჩივილებს, რო აქვს კივილი გულმკერდში, მაშინ პირველ რიგში ვაკეთებთ კარდიოგრამას, ეხოკარდიოსკოპიურ კვლევას, ასევე ლაბორატორიულ კვლევებს. და შემდეგ უკვე განსაზღვროთ, ამ პაციენტს სჭირდება თუ არა დამატებითი კვლევები. დამატებით კვლევებში კი შედის მაგალითად ფიზიკური დატვირთვის ტესტი. როდესაც რა არის ფიზიკური დატვირთვის ტესტი? ჩვენ ვნახულობთ ფიზიკური დატვირთვის დროს ტრედმილზე, ანუ სარბენ ბილიქზე პაციენტი დადის ჩქარი ნაბიჯით, კარდიოგრამა აქვს დამაგრებული და ვნახულობთ პაციენტს ფიზიკური დატვირთვის დროს რაიმე ჩივილი ხომ არ უჩნდება, ან კარდიოგრამაზე ხომ არ არის რაიმე ცვლილებები. იმ შემთხვევაში თუ კარდიოგრამაზე გამოჩნდეთ ჩივილები, ან კიდევ პაციენტს აღენიშნა კარდიოგრამაზე ცვლილებები, ან პაციენტს აღენიშნა რაიმე ჩივილი, ასეთ დროს უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის კორონარული სისხლძარღვების ანგიოგრაფია, ანუ კორონაროგრაფიული კვლევა. თვითონ კორონაროგრაფიული კვლევა პროცედურა, რომლის დროსაც ხდება სხივის არტერიიდან ძალიან წვრილი კათეტერით შესვლა გულამდე და იქ ხდება შეღება გულის სისხლძარღვების, ანუ კონტრასტის საშუალებით და პროცედურა არის პაციენტს ღვიძავს, არიძინებს, უყურებს მონიტორს და ამ დროს ვნახულობთ გულის სისხლძარღვების განმავლობას. თუ რომელიმე სისხლძარღვში არის შევიწროვება, იმავე პროცედურის განმავლობაში ხდება ჩარევა, ანუ სტენტის ჩადგმა. ხალხში ცნობილია სტენტირება, აქვს პაციენტს გაკეთებული. ანუ არ ხდება ესე ვთქვათ პაციენტის თუ ეს შევიწროვება არის ერთ ან ორ ადგილას ხდება სტენტის ჩადგმა. მაგრამ შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც არის მრავალ სისხლძარღვოვანი, ანუ მრავალ ადგილას არის შევიწროვება და სტენტირება არის ტექნიკურად შეუძლებელი. ასეთ დროს უკვე რეკომენდაცია და მკურნალობის ტაქტიკა არის კორონარული შუნტირება, ანუ კარდიოქირურგიული ჩარევა, ღია წესით ჩარევა. მაგრამ ასევე როდესაც უკვე პაციენტს აქვს მაგალითად ჩატარებული კორონაროგრაფიული კვლევა,
იმპლანტირებული სტენტი, ჩატარებული აქვს კორონარული შუნტირება, მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა გაგრძელდეს. როგორიც არის წნევის კონტროლი, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, პულსის კონტროლი, ანუ პულსის მედიკამენტები, სისხლის გამათხელებლები და ქოლესტერინის დამაქვეითებელი საშუალებები. მკურნალობა არის ძალიან კომპლექსური, როგორც ინვაზიური მეთოდებით, ასევე მედიკამენტური მეთოდებით უნდა გაგრძელდეს. ნინო, არსებობს თუ არა რამე სკრინინგ პროგრამები, რომელიც თუნდაც ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, რომ წინასწარ ჩაიტაროს კვლევები და ნახოს რამდენად რისკ ჯგუფშია გულის იშემიური დაავადებების მიმართულებით. აი გაიდლაინების მიხედვით უკვე რეკომენდირებულია, რომ 20-დან დაახლოებით 75 წლამდე პაციენტებში მუდმივად მოხდეს ისეთი კვლევების ჩატარება, როგორიც არის ეკოკარდიოგრაფიული კვლევა, ეკოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული კვლევები, ანუ ლიპიდური პანელის განსაზღვრა. თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გაახალგაზრდებულია, შესაძლებელია, რომ 30-35 წლის პაციენტებში კარდიოლოგმა აღმოაჩინოს და მოახდინოს დიაგნოსტირება ესეთი დაავადებების და შემდგომი რისკები და გართულებები შევამციროთ. როგორია დღეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოში, რამდენად გავრცელებულია, რამდენად ასე ვთქვათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელში ვლინდება იშემიური დაავადებები? იშემიური დაავადებები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია. დაახლოებით ყოველწლიურად 17 მილიონი ადამიანი არის მსოფლიოში გარდაცვლილი გულსისხლძარღვთა დაავადებებით და აქედან 9 მილიონი არის დაახლოებით, რომელსაც აქვს გულის იშემიური, ხოლო 5 მილიონია, რომელსაც აქვს სისხლძარღვოვანი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი ინსულტით გარდაცვლილი პაციენტები. საქართველოშიც ასევე ხშირია, ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაშიც მუდმივად ხდება, როგორც მწვავე ფაზაში, ანუ მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით ხვდებიან კლინიკაში პაციენტები, ასევე პაციენტები, რომელთაც ჯერჯერობით არ აქვთ ეს მწვავე ფაზა, არ არის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, თუმცა ორგანიზმი ანიშნებს ამ დაავადების არსებობას. და ბოლოსკენ გკითხავდით, რას გვირჩევდით იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გულის იშემიური დაავადება, ან უბრალოდ რისკები შევამციროთ მისი გამწვავების? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ რისკ ფაქტორების შემცირება საკმაოდ გვიცავს გულის იშემიური დაავადებისგან და დღესდღეობით როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საკმაოდ განვითარებულია კარდიოლოგიური მიმართულება, შესაბამისად დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული მკურნალობა გვიცავს გართულებებისგან, ისეთი ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შემთხვევებისგანაც კარდიოლოგებს ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც თუნდაც პაციენტის დათანხმება გვიწევს, რომ კლინიკაში დაწვეს და მოხდეს მისი ადრეული ჰოსპიტალიზაცია და ადრეული დიაგნოსტირება, ადრეული მკურნალობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მოსახლეობისთვის ზემოთ აღნიშნული ჩივლები რაც ჩამოთვალეთ, ყურადსაღები უნდა იყოს, უნდა მიაქციონ მათ სიმპტომებს ყურადღება, ჩაიტარონ ყოველწლიურად გამოკვლევები, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული. და ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, ნაკლებ მარილიანი, ნაკლებ ცხიმიანი საკვების მიღება, წონაში კლება, სტრესის, რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესის შემცირება ცოტა რთულია, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ სტრესს მოვერიდოთ და ასევე ძილის მოწესრიგება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და მომწურავ ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით, მე კი შეგხვდებით მომდევნო ხუთშაბათამდე ნახვამდის.